უნიკალური შანსი ქართულ ბავშვებს. საქართველოში უკვე მეორედ მილანის კემპი ტარდება, სადაც პატარებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ის გზა და ის მომზადება, რომელსაც მილანის ფეხბურთელები დღემდე გადიან. ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა იტალიიდან სპეციალურად ჩამოსული მილანის აკადემიის მწვრთნელების ხელმძღვანელობით მოხდება. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბის საზაფხულო ბანაკები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ეწყობა. თუმცა საქართველოში ამ კემპის მეორედ ჩატარებას ახლა განსაკუთრებით ელოდებიან თავად იტალიელები, რადგან მათ ჯერ არ უნახავთ იმდენი განსაკუთრებული ბავშვი, რამდენიც გასულ წელს საქართველოში პირველად ჩატარებული კემპის დროს. რა კემპი ჩატარებულა და როგორი ბავშვებიც მათ ნახეს, სოფლიოში რამდენი კემპია ჩატარებული, ეგეთი ბავშვები არსად არ უნახიათ, იმიტომ რომ მე თვითონ ვნახე სტატისტიკა და ამდენი გამორჩეული ბავშვი არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა. რაც კიდევ ერთხელ ჩემთვის როგორი ბედნიერება და წარმომიდგენია მილანის თვითონ შოქშია, იმიტომ რომ რაღაცა საოცარი თაობა მოდის. 6-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი მილანის კემპი, რომელიც 17 ივნისიდან 22 ივნისამდე თბილისში ლუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში გაიმართება, არაერთ შესაძლებლობას იძლევა. თუმცა მათ შორის ყველაზე მთავარია გამოცდილება და ის სავარჯიშო პროგრამა, რომელსაც მილანის ოფიციალური მწვრთნელები იმ მეთოდოლოგიით მართავენ, რომელიც მილანის აკადემიასა და გუნდებში დღემდე გამოიყენება. მე ხო ყოფილი ფეხბურთელი ვარ და ვიცი თუ რამდენს ნიშნავს მილანი, რამხელა კლუბია და რამხელა ბედნიერება გეცვას მილანის მაისური და ერთი კვირა მიიღო მონაწილეობა მილანის მწვრთნელებთან ერთად, რამხელა გამოცდილება და შეისწავლო და ნახო მილანის ფილოსოფია თუ როგორ იზრდებიან მილანში მოთამაშე ვარსკვლავები და ალბათ ეს ერთი კვირა ჩვენი მომავალი თაობისთვის იქნება რაღაცა განსხვავებული, სადაც ნახავენ, მიიღებენ ძალიან დიდ გამოცდილებას და ისწავლიან თუ როგორ ვარჯიშობენ მილანში იტალიელი მწვრთნელებთან ერთად. აი მე მაგალითად ეგასაკი რო გავიარა და ესეთ კემპში მქონოდა მონაწილეობა მიღებული, გონია ჩემი კარიერისთვის მომავალში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სწავლობენ დისციპლინას, ნახულობენ როგორი ტაქტიკით ვარჯიშობენ, რა ვარჯიშები აქვს და ეს მომავალში ამ თაობას ეხა ამ ასაკში რა ასაკშიც ეს ბავშვები ვარჯიშობენ, მგონია მომავალში დაეხმარება, რომ თუნდაც რომ წავა თუნდაც ევროპაში, ეს გამოცდილება, თუნდაც ეს მიდგომა ამ მწვრთნელების, ეს შეხედულება, ეს ყველაფერი ფილოსოფია რაც აქვს მილანს, მგონია რომ ეს მომავალში მათ წაეხმარება. აღსანიშნავია, რომ პირველ კემპში მონაწილე 180 ბავშვიდან რამდენიმეს მილანში წაყვანაც იგეგმებოდა. თუმცა ამ ეტაპზე ეს კანონით აკრძალულია, მაგრამ რაც მთავარია, მათ მილანის წარმომადგენლები დღემდე ყოველთვიურ რეჟიმში აქტიურად აკვირდებიან. ჩვენ მქონდა შარშან ამაზე ლაპარაკი, ვინც პირველ კემპში მიიღო მონაწილეობა და გამორჩეული ბავშვი იყო, რამოდენიმე ბავშვი მონიშნულია, უბრალოდ სახელებს და გვარებს ვერ ვიტყვი. ეს ბავშვები მიიღებენ შემდეგ კემპში მონაწილეობას უფასოდ, რა თქმა უნდა. ჩვენ მქონდა ასევე მოლაპარაკება მილანთან, გვინდოდა რომ გამორჩეული ბავშვები წაგვეყვანა და მიიღოთ მონაწილეობა და თვითონ საკუთარი თვალით ენახათ თვითონ იტალიაში, მილანში, აკადემიაში რა ხდება, მაგრამ სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ გვაძლევს კანონი ამის უფლებას. თვითონაც აი ამ ფეხბურთელებს რო იწერდნენ და აი მე მეკითხებიან, რა სულ მეკითხებენ, აბა ეს ბავშვი რა შვება, აბა როგორ არის, ვიდეოები ჩამიყარე და სულ კითხულობ, რომ ანუ თუ ვერ მიყავთ 18 წლამდე ხო რატო მეკითხები და არ ვიცი, მაგრამ ყოველ თვეში ერთხელ ყველა აი ამ გამორჩეულ ბავშვს აი თვითონ ავკითხულობენ და უნდათ რომ გაყვნენ. ამ ყველაფერს რა გაგრძელება იქნება, ცოტა მიჭირს რა ამაზე რაღაცა, არ მინდა რომ ჩემგან რაღაცა ისეთი თქვა, რაც შეიძლება მე მომავალში არ მოხდეს რა, მაგრამ აშკარად დიდი ინტერესი აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოთხოვნის გამო მეორე კემპში მონაწილე ბავშვების რაოდენობა 220-მდე გაიზარდა. აქ მონაწილე ბავშვებით კი მილანის გარდა შესაძლოა ისეთი სააგენტოები დაინტერესდნენ, რომლებიც უკვე წარმატებით მუშაობენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთან. საქართველოში გვაქვს ასევე სააგენტო, ბევრი ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, ასევე ახალგაზრდულის, არ მინდა რომ სახელები და გვარები ჩამოთვალო, ვინც ერკვევა ალბათ მიხვდება. ამ კემპში ჩვენ მაგალითად ორ ბავშვთან ამ კემპის მერე დავიწყეთ ურთიერთობა. ერთი ბავშვი იყო ბორჯომიდან, რომელიც აი გაოცებული იყო საერთოდ ყველა რა, ისეთი მონაცემებით იყო, 9 წლის ბავშვი იყო და აი წარმოიდგინეთ 9 წლის ბავშვთან
რაღაცა აი ესე დავიწყეთ ურთიერთობა. საქართველოში ამ წარმატებით ჩატარებული კემპი ასევე იძლევა შანსს, რომ მილანის აკადემიაც გაიხსნას, რაც კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა იქნება მომავალი თაობისთვის. ჩვენი სურვილი და ოცნება იყო, რომ ყოფილიყო საქართველოში ეს მილანის აკადემია, რაც მგონია, რომ მომავალი თაობისთვის იქნება იდეალური, რომ მიიღონ და გაიხსნას აკადემია საქართველოში. მაგრამ რაღაცა პერიოდის განმავლობაში იყო ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ სურვილიც არ ქონდათ, ასე ვთქვათ, რომ გვეთანამშრომლა ამის მეგეუნებით 3 წლის უკან. დელ ამბავს, ანუ საერთოდ სურვილიც არ ქონდათ, რატო უნდა გაეხსნათ მილანის აკადემია საქართველოში, მაგრამ რაღაცა ამ პერიოდმა საქართველოში ფეხბურთი ისე განვითარდა და მადლობა ამ ყველაფრისთვის ჩვენ ქართველ ეროვნულ ნაკრების ბიჭებს, იმიტომ რომ მათ ძალიან დიდი შედეგი დადეს ამ ევროპის ჩემპიონატის მერე და ასე ვთქვათ, ამიდან გამომდინარე გაჩნდა სურვილი უკვე თვითონ მილანისგან და ჩვენ 2 წლის უკან ვიყავით ჩასულები და გავაფორმეთ 3 წლიანი ხელშეკრულება გვაქვს მილანთან, სადაც იდეაში ჩვენი მიზანი ის არის, რომ გაიხსნას მილანის აკადემია. რა თქმა უნდა, უბრალოდ მილანის აკადემია ვერ გაიხსნება თუ ეს კემპები არ ჩატარდა და თვითონ არ ნახეს. ახლა კი რა თქმა უნდა, თუ გინდათ რომ არ გამოგრჩეთ ეს შესანიშნავი შანსი და მილანის მწვრთნელებთან მუშაობის გამოცდილებასთან ერთად მიიღოთ მილანის ეკიპირება და პირველი საფეხბურთო პროფესიონალური გამოცდილების ამსახველი სერტიფიკატი, აუცილებლად მოასწარით რეგისტრაცია, რადგან სამწუხაროდ ადგილები შეზღუდულია. რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია მითითებული იქნება აღწერაში. დამატებითი კითხვებისთვის კი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოში მილანის კემპის ოფიციალურ გვერდებს. ბოლოს კი, რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.